რა განსხვავებაა სულიერ სამყაროსა და მატერიალურ სამყაროებს შორის? განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობს მატერია. სულიერი სამყარო მატერიალურისგან განსხვავდება გამოვლინების დონით. ისე კი თავისი არსით ეს ერთი და იგივეა. ეს არის სინათლე, უბრალოდ სხვადასხვა დონეზე. ის სხვადასხვანაირად გამოვლინდება. გავშალოთ. მატერიაში ჩვენ გულისხმობთ იგივე ღვთიური სინათლის ენერგიას, მაგრამ სხვა ვიბრაციებში, რომელიც ხელმისაწვდომია ამა თუ იმ სხეულის რეცეპტორებისთვის. ანუ, ნატიფ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ხელმისაწვდომია ნატიფი მატერიალური სხეულებისთვის. მკვრივ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ხელმისაწვდომია მკვრივი მატერიალური სხეულების რეცეპტორების მიერ აღქმისთვის. სინამდვილეში, რასაც თქვენ უწოდებთ ატომებს და კვანტებს, იგივე ღვთიური ენერგიაა, მაგრამ სხვადასხვა ვიბრაციებში. ამბობენ ამ სწავლების მიმდევრები. სულიერ სამყაროში არ არსებობს მატერია. იქ არაა მენდელეევის ტაბულის ნივთიერებები და იქ არ არის ელექტრომაგნიტური ტალღების სპექტრი. ანუ არც რადიოტალღები, არც სინათლე, არც ელექტრონები, არც ფოტონები, არც რადიაცია, არც გრავიტაცია, არც დრო, არც რაიმე გამოსხივება, არც სამგანზომილებიანის მსგავსი სივრცე. იქ არის სულიერი სივრცე. საერთოდ სივრცე იქ აღიქმება როგორც ერთიანი. ისინიც კი, ვინც შეგნებულად გადიან ასტრალში, გრძნობენ, რომ მათი ცნობიერება არა სამგანზომილებიან სამყაროშია, არამედ რაღაცნაირ ენით აღუწერელ გარემოში. ჩვენს ენაში არ არსებობს ისეთი სიტყვა, რომ ამის დახასიათება შეიძლებოდეს. ისინი ვერ გრძნობენ იქ სიგრძეს, სიგანეს, სიმაღლეს ან კიდევ რამეს. ისინი გრძნობენ ამ ყველაფერს როგორც ერთიანს, როგორც სფეროს. რაც შეეხება დროს, არის მხოლოდ დროის შეგრძნება, როგორც საკუთარი არსებობის დროისა. მაგრამ ის არ ემთხვევა დროს მატერიალურ სამყაროში. იქ არაა დროის დათვლის პერიოდები, მაგალითად მზის ან ვარსკვლავებთან მიმართებაში. ყოველი სული იქ ახდენს ორიენტირებას საკუთარი შეგრძნებების საფუძველზე, საკუთარი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთების საფუძველზე. ეს ყველაფერი კი შესაბამისად ინდივიდუალურია. თუ დედამიწაზე გავიდა დღე-ღამე 24 საათი, ორი სული, რომელიც სულიერ სამყაროში ცხოვრობს, სხვადასხვა დონეზე, ამ დროს აღიქვამენ სხვადასხვანაირად, რამდენიმე საათიდან დაწყებული 1 წლამდეც კი. როგორც უკვე ვთქვი, ეგრეთ წოდებული შინაგანი დრო სუბიექტურია. დროის ისეთი დათვლა, როგორც მატერიალურ სამყაროშია, იქ არ არსებობს. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.